მოკლედ ჩემო ძირფასებო სანამ ჩვენს დღევანდელ არაჩვეულებრივ სტუმარს წარმოგიდგენდეთ ჩემი ნიკოლოზი მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ რომ თქვენ აუცილებლად ყოველ შაბათ-კვირას უნდა უყუროთ კომედია არხს საღამოს 8 საათზე რადგან იქ გადის თქვენთვის საყვარელი სერიალი მიხო და მარო ძალიან მაგარი სერიალი გველოდება წინ ახლა კი ნიკოლოზ ახლა კი მინდა ჩვენ ძვირფას ტელემაყურებლებს შემოპაატა წარუდგინო უმაგრესი სტუმარი თან ხوار გავიქცეთ რომ გამოვაცხადოთ ოღონდ ფრთხილად და ღივილიანი სახით უნდა გამოვაცხადო ვაიდა რამე არ ეწყინოს კი მოკლედ ქართველი უმაგრესი კაცი ბეჭდაუდებელი ფალავანი სოფლიოს 9 გზის და აქვე დავაანონსებ რომ მომავალშიც არაერთ გზის სოფლიო ჩემპიონი ალექსი დავითაშვილი ეს გადაუყარია გადაუყარია რომ დაგწნებოდა რა უნდა გვექნა აი შემოსვლამდე 2 წუთით ადრე მეუბნება აი მუსიკას რომ გავიგონებო აი ტაისი ჟუატე მართლა მივლის მინდა გაიდი ხადია ვისრომ და მეგობრობ თუ არა შეიძლებოდა ჩემო ძირფასებო მინდა კიდევ ერთხელ სანამ საუბარზე გადავალთ მე-9 გახდა მსოფლიო ჩემპიონი და მიულოცოთ ჩვენს ფალავას ჩვენს მას და სამაყო ქართულს შეგენაცვალე კაიხარი ესე იგი მე მინდა ვთქვა რომ ჩვენი გადაცემა შინოდესაც შენ თქვი იქამდე ერთი ნაბიჯი გვაკლია მაგრამ შენ სიტყვის კაცი რომ იყავი ყოველთვის ისოდი მაგრამ დიდი მადლობა მინდა გითხრა რომ გავხდები ჩემპიონი და სხვაგან არ წავდა რომ მოხვედი ჩვენთან ოქროხ მადლობა თქვენ დიდი სიყვარულით ძალიან დიდი ხანია ძმაკაცო მეგობრობ თქვენთან და რავი სულ მიხარია თქვენთან მოსვლა და რას დაგპირდები შევასრულებ აუცილებლად ჩიტოვიც კიდე ურეკავენ აბა უთხარი რას იზავსო იქიდანაც ველაპარაკე ალექსანდრე შეგენაცვალე რა ძალიან კიდევ ერთხელ მინდა როგორ შეიძლება მაგ დროს ქართველი კაცი რო ხარ და არ იყო ამაყი რა და მოკლედ მაგარი ერთი დუჟინია ხო თუ როგორ ითვლიან იმას 8 წელი სახელურიანი სკამი გადავაკეთე სახში ტაბურეტკად სახელურები მომტეხა ნერვიულობი ეხლა ის კადრი რაც ნახეთ ფინალური შეხვედრის გასაგებია მაგრამ მე ვიცი რომ ეს ადვილი არ არის ყველაფერი ეკება მოგვიყვერა რა განცდები რა ხდებოდა მაყურებელსაც აინტერესებს ახლა ჩემო პაატა როგორ არის იცი ჯერ მივესალმები დიდი სიყვარული თქვენ მაყურებლებს ჩვენ გულშემატკივრებს ამას რო არა უგზნობდე მე ესეთი ძლიერი არ ვიქნებოდი. ე ბატონო, ბრავო, ჩვენ სულყვას ძალიან დიდი მადლობა თელ საქართველოს ესეთი გულითადი ბოლოცვისთვის და დიდი სიყვარულისთვის. ესე იგი პისხოთაშორის მინდა უცებ ჩაგიჭერო პირველი სტუმარი ხარ ვისაც ეს სავარწელი პატარა აქ. რაც შეეხება ეხლა ჩემ ჭიდაობას, ჩემო პაატა, ჩემო ნიკა, რაც უახლოვდებიათ, ეს არასდროს არ ყოფილვარ. ეხლა ვიც მიცნობს, ვისაც ჩემი ჭიდაობა უყურები, არასდროს რომ ადამიანს რომ მომიგია, არასდროს არ გამხარებიან ხელების გაშლა რაღაც. და აც რო უახლოვდები ეხლა რაც ხალხს შეუპირდი, თანიკაც უგითხესო ეს ზიგაროკანო, გუშინაც კი თქვი რომ ეს ზიგაროკანოს თასი არის რა რო ზიგაროკანო არის ადამიანი რომელმაც ეს ძიუდო შექმნა. და ვინც 10 ჯერ გახდება მსოფლიო ჩემპიონი ამთა საძლეველი. ხო და სულ სამკაცა აქვს მსოფლიოში და მინდა რომ საქართველოშიც ჩამოვიტანო და რაც ამაც უახლოვდები ნერვიულობა მატულობს რა დაძაბულობა მატულობს და რავი ცოტა საჯების ალბათ გადათარგმნილი აქვს იქაც საცრა უნდა 64-შივე ჩემი დევიზი არ არის და ამარ გადაუხარებია და ვატყობ უკვე ხმა არ უნდა ამოვიდე საჯები მაინც არ უნდათ მეათეთ რო გახდება აი და მაინც არა სხვათა შორის შარშარ მითხრეს რომ გეყოფაო და ასე გითხრეს ხმა არა ეს ვითომ ხუმრობით მაგრამ ხო ვატყობ რომ ის უნდა ეხლა 10 ჯერ მსოფლიო ჩემპიონი იყოს ქართველი
ხო, წარმოიდგინე. იცი რა, აი კონკრეტული მიმართულებაში შეიძლება არა, მაგრამ არ ვიცი ასე, მაგრამ ყოველ შემთხვევაში არ ვიცი ეს ჩვენ შემთხვევაში ყოველთვის მესმის ქართველების მიმართ თუ რაღაცა ისე არ არის ხოლმე მსაჯებიდან და რატო ხდება ასე? რა არის იცი? თუ იაპონელებიც ასე ამბობენ? არა, ყველა სხვათა შორის დავაკვირდი ყველა, ეხლა ყველა თუ არ ვიტყოდი პატამ საცრა უნდა საფოთხეში მეთქი არა. ხო. ბიზნესი გქონდა. რა არის ახლა ეს ასეთი ზოგადად მიდგომა რა შეიძლება როგორ ვთქვი, ყველას თავის სიმპათია აქვს ალბათ რა. საერთოდ თუ არსებობს მოჭიდავე, აი ახლა გამიჩნდა ეს კითხვა სოფლიო მასშტაბით, ვიზეთ თვითონ მოჭიდავეები ამბობთ, რომ აი ეს მოჭიდავეებს საჯებს მაგრა უყვართ და უეჭველი მიცემენ რა. არა, შეიძლება როგორ არის იცი? ხო არის ადამიანი, ხა მაგალითად არის მსაჯები, რომლებსაც უყვარვარ. არის, კი ბატონო. არიან იქ მსაჯები, მართლა რომლებსაც უყვარვარ და ერთი არასდროს არ შემხვედრია ისინი ჩემთან რა. რომელიც ის გახსოვს სოფლიო ჩემპიონატის ფინალში გადასასვლელს მაისურაძე ჭიდაობდა ერთხელ გერმანელის გერდა ბოდიში და პირველად რო შევიგინე რა. კი, მახსოვს. გამოვიდა სოფლიო ჩემპიონატის ფინალში შარშან ეგარ დამბიჯდა მსაჯად. გერმანელი იყო. მეთქი ხო არ უთხრეს რომ შევა. ყველაფერი კარგად დამთავრდა. იყო ხო იქ რაღაცა პატარა ნერვიულობები. იყო ნერვიულობა. პატარა ნერვიულობა, კერა ძალიან დიდი ნერვიულობა. ვიც მიცნობს და ვიც იქ უყურა იმ შეხვედრას და ტელევიზიაშიც იყო. აი ხო სულ გაოგნებული ვიყავი. არ მახსოვდა პატა, მართლა არ მახსოვდა ნიკა რომ ეს შეჯი რო ესე ხელები ამიწევია მაღლა და ხო რაღაც განსაკუთრებულად ემოცია და მე რომ მითხრეს და რომ აჩვენეს მე იმიტომ იმ ხელ ემოციაში ვიყავი რომ ეხლა როგორია ამდენი მომზადება ბევრმა ხო არ იცის კომენტარებს ავკითხულობ რომ გაუჭირდებოდაო მართლა გამიჭირდათ რა ერთად ვხვეწებოდი და რა ვიცი უკვე რამდენი წლის ხარ ახლა 51 წლის გაგიჭირდებოდა ხო არა რა თქმა უნდა გეთაქვები ახლა მართლა ყველა მაინც რა ენაღლება ჩაიცვა და წავიდა ასე არ არისო რამდენი ვარ არა ეხლა ვიკამ კი იცის ახლა ამდენი საძმა კაცო ყავდა ზარასდროს რომ ყოველ წუთში ღმერთმა ბევრი მისცეთ კაცოს რესტორნებში და იმებში რამდენჯერ დაურეკეთ მე იქ არ წავსულვარ ხო ნუ 24 საათი ვარჩო და ძალიან დიდი შრომა ეხლა ეს არ არის ერთი თვით შემოპატა და ორი თვით გამოხვიდე და ორი თვით მომზადებული სოფლიო ჩემპიონი გახდა ესე არა როვეუნები და ნესტორი ხერგიანი გამოვიდა კაცი არის ოლიმპიური მეორე პრიზიორი სოფლიო და ევროპის ჩემპიონი ჩვეულები გამოვიდა ევროპის ჩემპიონატი წააგო და რო დაურეკე და გვერდში დავიყენე და ერთად მოვემზადეთ გამოვიდა სოფლიო ჩემპიონი გახდა ნესტორიც ხო ესეა თუ შრომობ და იშრომებს და თუ არ იშრომებ ეხლა გამოხვიდე ვეტერანები არა 2500-ზე მეტი მონაწილე იყო პატა. და 70 ქვეყანაზე მეტი. ნაკლები არ იყო და. უძახე ვეტერანი. გამოდიდა უძახე ვეტერანები ეხლა. მე ვიცი, ქართველმა ბიჭებმა 5 შეხვედრა მოიგეს და медаლი ვერ აიღეს. კი ბატონო. ერთ დღეში რომ 7 შეხვედრას იჭიდავებ და 5 მოიგებ 2 წააგებ. შენ დაუძახე ვეტერანები რა. ო რა თქმა უნდა. იცი რა მოგეთ ეს დამსახურებაა ჩვენი მხრიდან ეხლა არ მინდა სხვანაირად გუშინაცა ვთქვი დღესაც გამეორდები რომ ჩვენ ხელისუფლებას ეს პრემიები არ დაეწესებინა მე გეუბნები ესეთი აჟიოტაჟი არ იქნება საქართველოში რა გაუმარჯოს რა თქმა უნდა სტიმულია და ის არის რა თქმა უნდა ეს ხელი შეწყობაზეც დიდია და დიდი იმედი მაქვს რომ კარგად ნათამაშებ როლებზეც დააწესებენ რა რაც კარგად აქვეყანებს ვაი ანეკდოტზე იყოს პრემია ცოტა შენ აიც ამბი დამეკით ეხა ეს შენ 10 რო ყველა მიჩე და შენ რო გინდა ჩათვალე რამოდენა გულშემატკივარი ვარი ყავს ჩვენებურად გამომივიდა თქმა ხო დაინახე რომ აი რომ 10 უნდა დაამგვალოს ჩვენმა ბიჭმა და მე როგორ აგაქვს გადაწყვეტილი გეგე სულხანიშვილი რო ეტყვის ხოლმე ლურსმაზე უნდა დავკიდო მე თუ აგძელებ რამეს მე ჩემი ცხოვრების წესია ამას ვერ შევცვლი არა მე რა გაკიდია არა გავყვები და გავყვები ალბათ სანამ რა ხავენ არ მომკლავენ არ რაღაცას მიზავენ რა ვიცი გავყვები არა ეს მიყვარს ეს რა მიყვარს ყველა ეს ძალიან აი თქვენ შემოგევლეთ სულ ყველას მე ამითავ ცოცხლობ აქამდე ხო არავის არაფერი მოუწია ამითავ ეგენი რეკავე წაიგე თასია აღარ ჩამოხვიდე ხალხი დაფეტებული და ამითავ ცოცხლობ ჩემო პაატა ამითავ არ ყველაზე ბედნიერი აი
სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ვინც მიცნობს სახის მიმიკებითაც მე მიხვდება რომ ყველაზე ბედნიერი ვარ მაშინ რომ ყველაზე მაღლა ვეწევი საქართველოს დროშას. გენაცვალე მე, ამარა. ამიტომ სოფლობ და ცხოვრობ მე ეს საქართველოსი. რავი, თუ ჯანმრთელობაში ხელ შემიწყობს მე ვატყობ, შეგიწყობს შენ ხელ ღმერთმა დიდხანს სულ როგორც წეგან აღნიშნე ალექსანდრე, სულ 1000-იანი არის 4. 4 ხო? 4 და სულ ინასარ არ ტყავს ხოლმე ჩიტოვიჩი არ ტყავს. ხო და მოიგებს აბარა. წეგან პაატას კითხვის გაგრძელება, ანუ ეს ახლა ყველაზე მეტი, ანუ ის აქ 10-ზე გაჩერდნენ თუ არა არიან ერთ რინერია აზერბაიჯანია და ჰოლანდიელია. რაჯამი და კოპეა რა ეს სამსააკ 1000. როგორ რაჯამა და კოპე როგორ ჩვენი შეირანა და ზაზა. მონუმენტია ზიგარო კანოს ძალიან ლამაზია რა. ანუ არც დიდი არ არის, მაგრამ კარგია და ზედაწერია ვინც ათგზის სოფლიო ჩემპიონს რა. ხო, ანუ 11 ჯერ არის ვინმე 12 ჯერ თუ არა, მე ხო ვთქვი რომ რეკორდი უნდა მოხსნა მეთქი. ხო, აბარა, მაგას მე შენა მე გული მიგძნობს ისეთი რეკორდი უნდა მოიხსნას, რომ საქართველოში უნდა დაარსდეს მსოფლიო 1000 ამათენს თუ მოიგებს ალექსისთან წაიღებენ მერეო რა და იქნება მაგარი ძა. მაგარი იქნება პატარა, იცი 30 წლის მერე ახლა მე და შენ არ ვიქნებით აქ ალბათ წამყვანები სავარაუდოდ მაგრამ ალექსი როა კიდე სტუმრად და მოვიგე 47-ე მსოფლიო ჩემპიონატი. ალექსის კიდე რა მარა 30 ძალიან ბევრი ხარ მოგინდა შეიძლება ხვალზეგაც არ ვიყოთ ჩვენ. არა ჯვარი წერიათ რასიძახ. წამყვანებზე ვიძახით თორე ჯანმრთელად. წამყვანები რა თქვენ. ყველა ლამაზებთ რასაბობ სტუდიას და რასიძახ. იცი რა მომისმა ეხა კარგად ყურში. ლოთური კითხვა უნდა დაგესვა. არ ძალიან პატარა არის, არ ძალიან დიდიო და კარგად ჩადის ეთქვა იტაში. კახეთში რომ ჩაიტან. მონუმენტია თორე თასები ძალიან ბევრი მაქვს. მონუმენტი ჩვენთან მერე მაგას ისე ამოჭრია არის. ლამაზად ყოხდათ. ვინც დანიოს იმისი იყო. კარგორი საზმაკაცო ყო მოუდება. აბარა, შენ რომ ამდენი გაგწალები და რომ მიაწერე, ვინც დანიოს წაიღოს. რა წაიღოს? 10 წელიწადია. 10 წელი რა. გავალუჩი რა. მეტი ძმა თელი ცხოვრება. არა 10 ჯერ რომ მოიგო 10 დავალურჯე რა გვარი სოფლიო ამის გულის საიღოს. აი შენი მეტოქე ფინალისტზე მინდა ორი სიტყვა თქვა რომ ქართველები ჩვენ ხო პატივცემთ მოწინააღმდეგეები და როგორც გავიგე ორი სიტყვა გავცვალეთ და მითხარი რომ კინასავით იყო. ეს გადასასვლელი ფინალში გადასასვლელი. ხო. ერთადერთი რომელსაც ბრაზილიელია და სხვებს რო ვეჭიდავები ხელს რო ჩავალებ კანკალებენ ხოლმე და ეს რა ვიცი ბეტონივით იყო. ხო არა არიან ბრაზილიაში ყავა. ყავა თუ ეგეთი მაგარი არა რა ყავა რო გადაუხუხავ იმ კაცითელს რა ყავა მოერევა და იმ კაცითელმა დაახეთქა თან კარგი ხა ნუ როგორც ყველა გარკვეულ სპორტში ჭიდაობათან თავისთავად გასაგებია ინდივიდუალურად და ალბათ თავიდან ბოლომდე შესწავლილი ყავდი მოწინააღმდეგე ესეთი აი ხო კიდევ ვიმეორებ რომ ესე მე არ გამხარებია თან არც მახსოვს აი ისიც რომ მიმყავს ხოლმე რეპორტაჟიც რომ მიმყავს ხოლმე ხო ბევრჯერ არ მახსოვს რას რომ ემოციური ადამიანი ვარ და რა ვიცი მე ესეთი იშვიათი ძალის პატრონი რა და აი იცოდა შენი ფინთები ადამიანი ხარ საძეც არის დამოკიდებული მაინც არა თქვა ყველაფერი არა რო ჩამავლო ხელი ახლა არასწორად მე რო ჩამევლო უცე მომხსნიდნენ და მასე რო კაცხელს ჩავავლებ ვერც ვერ გამიკეთებს ვერაფერს რა რამდენი წლის იყავი სუპირულად რომ მიხვედი ჭიდაობა სუპირულად ვიყავი ახლა ოჯახში ჩემი ძმები ჭიდაობდნენ და მაჭიდაობდნენ 6-7 წლის 6-7 და წვეტა არ გქონია წვეტა მქონდა 1-3 წელი რა იმ დროს რა ხო გასაგებია მაგრამ მაინც ძირითადად ჭიდაო რა თქმა უნდა მიყვა ხო აი ხო ვიძახი რომ რამდენი ხანია ეს არის ჩემი დღეს ხო გაუბრაზდები და ვიტყვი აი ბევრჯერ ყოფილა ბევრი მივარჩია და რა თავს ვიკლავთ რა ძალიბად გათენდება მეორე დღე და ისე ვიქნებდიო აი რა მაინტერესებს ესეთი კარგი კითხვა აქვს პროდიუსერებს მომზადებული ხა მეც დამაინტერესდა რა ცნობილი მოჭიდავეებიდანო ესეთი კითხვა ირლანდიიდან ვისთან იჭიდავებდითო ძველი მოჭიდავეებით შეგიძლიათ თქვათ მაგალითად კულაგლდანელი კოსტამაესო გობი არ ვიცი ვინც კი აი მაინც აზე გიფიქრე აუ ხნეტაი გამო ვიზე ვისთან გინდა რომ გეჭი რავი ზოგადად დიდები მიყვარს და
კანდელაკთან მეჭიდავები სანდროსთან. ნაფიქი გექნება რა არა, სირმავნე. ძალიან დიდი რო იყო და ძალიან დიდი ფიზიკურად ძლიერი იყო ყველაზეო და რა ვიცი. ხო, გაინტერესებს, ხო, გაინტერესებს. ძალიან ძლიერ ძველთან ფიზიკური, ეხლა ფიზიკური ძალა არც მე არ მაკლია და არა, იცი რა მითხარი, აი მოჭიდავეების დიდ ოჯახში ყველაზე ტექნიკური ვინ ითვლებოდა დიდებიდან? აი ტექნიკური მოჭიდავე. ყველაზე ტექნიკური? ხო, აი იცი როგორ ძალა შეიძლება მეტი ქონოდა, მაგრამ ისეთ რაღაცას აკეთებდა ილეთებს, რომ ქართველებიდან? ქართველები დიდები თუ აი ჩვეულებრივი მეებში? ნებისმიერი. ეხლა ვერ გავექცევ, ერთი იყო ლადოდგებუაძე, რომელიც 71 კილო იყო და ესეთი ტექნიკური მოჭიდავე მე ჩემი თვალებიდან მაგარი, ხო? არ გამოდის და მეორე კიდე ზვიადაური რა ტექნიკური რა თქმა უნდა მაგარი რა თქმა უნდა ხა ყველა ტექნიკური ხახალეიშვილი ეხლა კაცჩავლება არ აქვს და ოლიმპიური ჩემპიონი გახდა ძიმეწონაა და ისე გახდა ოლიმპიური ჩემპიონი ჩავლება არ ქონდა ისეთ გდებებს აკეთებდა რა შენთან რაღაცა ეხლა რო უყურეთ ამ ვიდეოს რაღაცა ჰოპ ესე რაღაცა კეგლივით აცურავე პაკეტიკიდა ქართული წერია ხო ეს საიდან მოიგო ეს არ იყო შენი ამბავი ეგ არ იყო ჩემი ამბავი მე სულ ყველა არ ელოდებოდნენ სულ ყველა იცის რომ ჰარაიგოს ესე იგი გარეფეხს ქართულად ვაკეთებ თელმა სოფლიო და არავინ ხელი არ ჩამავლებინა და ქართულად რა ქართული წერმა მოუგბოლო მოუმტავრე კი პირველი ვინ დაგირეკა თუ გახსოვს პირველი დამირეკა ჩემმა შვილმა შეგინაც მე გამიკვირდა იმიტომ რომ 17 წლისაა და როვეუნები ჭიდაობაზე წამოდი მეთქი ჭიდაობაზე არასდროს არ წამოსულა შეც მე ყოფილი მოჭიდავე ვარ აინტერესებს ეხლა დამირეკა თანცრებლები ესეთი სიხარული რამდენჯერ მოვიგე შეშიმრი და ერთხელ არ დაურეკია და მაგითაც ემოციური იყო რომ მოვიკითხო გაკეთე ეხლა ჩვენ მაინც ჩვენი გადაცემის სპეციფიკა იცი რა მე რა თქმა უნდა ძალიან ბევრი წარმატებაა ჯერ ესეთი მართლა გუწფრელად გეუბნები ძალიან ამაყივა რომ ჩვენ მეგობრობთ და საერთოდ ყველა ჩვენი ქართველი სპორტსმენი მოჭიდავეებთან მიმართულებაში ქართველები მაინც რაღაცა სხვანაირად ხო ჩვენი ამბავია და ყველა ბიჭებს იმხელა სიხარულები აქვთ რა ვიცი რა შორს წაგვიყვანს გვარების ჩამოთვლა ორი გადაცემა არ ეყოფა თორე დიდი სიამოვნებით აი მაინც ისეთი რაღაცა ხო არ გადაგხდა მიდიბოდიში რომ მიდიხარ რომ ახალია და არავინ არ იცის რა რომ ეხლა კი შეიძლება სასაცილოა მაგრამ ნერვები რომ მოგეშალა მაშინ რა რაღაცა ამ ფრენის დროს ან იმის დროს ან ამის დროს ან თუნდაც იგივე საჯებთან ურთიერთობა თუ რაღაცა ამნაირ ხوار უნდა შეთავაზო ხოლმე წამო დავლივოთ კახეთ ჩამაიყან ჩამოლალი აქა და დაუხდებით ბიჭები ისე რა საინტერესოა რომ დაპატიჟო თუ წამოლებს თაჟდა კოლეგია როგორ დამინახავე თუ არა საფერავიო და ვერ გავიგე არ ჩაგაგდა იმიტომ გიშლიან მე გაგატან ეხლა 5 ლიტრიანს მიგზავნიან ჩემ მეგობართან ვაგზავნიდი და იქ გავაგზავნეთ ნახდი ხაშმი სულ ყველა ვინც მიცნობს ჩემო პაატა ჩურჩხელებითა და ღვინოებით მივდივარ სულ ჩოხები მერები მაგ ჩოხები შეკენა მერები პაკიბანოები იციან ესე იგი ჩურჩხელა გეუბნები აი მე ის საჯი ვიტო იყო ერთო არ შეხვდა იბა ჩურჩხელა და გადაირებოდა შეიძლება იმას მართლა არ შეხვდა პირადად გაგადა ბებია ჩემისას ორცავს ჩამოკიდებულს გძელებს აკეთებს სტრიმისას რა ქვია ნიგზისას არა ბევრ ჩურჩხელებს და ბევრ ღვინოებს მართლა ყოველთვის ამერიკაში ოწაველი შაშან 40 ლიტრა ღვინო წავიღე და 100 ჩურჩხელა და მეტი რა გავქნა საფრანგეთში ხო ბიჭებს უნაწილებ ხოლმე რომ დამინახავენ ამათ ეხლა ოროლი ბოთლი ეხლა 52 კაცი ვიყავით 53 კაცი და ყველას ოროლ ბოთლს უდებ ხოლმე ხო ეხლა ისე ვისაც ოღონდ ისა აქვს პატა ვისაც ბარგი აქვს ნაყიდი ვისაც არა აქვს მაღლა არა ტაინებენ ზოგი ისე მოდის რომ ხო ერთს გავატარე და გუშინ ვარჯიშზე მომიტანა იქ არის შემომატა ინესო და მე ვუთხარ ვერ დალი ეს ადგა მოგაგჭებთან ეს ორი ბოთლი შეგენაცალი იცი რა მითხარი ეხლა ამ სიტუაციაში საფრანგეთში რა
მაინც ხე რო გიყურებ კრუასანის კაცი არა ხარ და რა ჭამდი იქა სხვათა შორის კრუასანები მეორე იყო და კრუასანზე გული არ არა ხო თუ სადგეცალდა შენ მაგისთვის არა ეხლა საჭმელი ხო უნდა ჭამოვა რა ხო იქ წონის ამბავში როგორ არის ხოლმე არა ჩვენთან 100 კილო შემდეგ ძიმეა ძიმე წონეს პრობლემა არა გვაქვს არანაირი პრობლემა თან იქ არ გაცუქებს ეს ხორცი აქედან რომ ჩავედით ეს შეჯიბრი რომ დამთავრდა ჯერ რომ ვცოდნოდა რომ 300 კილომეტრი იყო წასასვლელი ნახდათ არ წავიდოდი პატა აი რომ მეუნები ერთი ქართველი კაცი 71 წლის კაცი ნაცში 300 კილომეტრი იყო პარიზიდან რო გამოვედი დამაჯილდოეს თუ არა ეს კაცი რეკავს რო დაგირეკე დაბახუშები ხო მოყევი ეგ საინტერესო ხო ლევანიც იქ ამყავდა სხვა იქ დაგხვდა ესა არა არ დამხვდა ეს ჩვენი მეორე ჩემი მირონია იმანაც მესამე აიღო მსოფლიოს და ამის ახლობელი ყოფილა და მე მართლა არ ვიცი თან გამიხარდა ეხლა მიხარია რომ ქართველები ამერიკა მომილოცა დიდი ხანია შენი გაცნობა მინდა და ჩემპიონი ახლა ჩემთან უნდა ჩამოხვდე წამოვარდეთ რა მე რა ვიცი ახლა 300 კილომეტრი 6 საათი გზაში უნდა ვიყო 5 საათი შენ იქვე გონია მე მგონია იქვე მოვიდა ერთი ჩვენი ძმაკაცია მე და ნესტორის მაგარი კაცია ეს აზერბაიჯანელი რა და ის მოვიდა და რესტორანი დავკეტეო და აქ მეოთხარი კაც შევპირდი უნდა წავიდე მე მგონია აქ რომ წოდრო და იქ წავიდოდი კაც დავწეს მანქანაში და დაკრიფა და 5 საათი 40 წუთია წერია დროს რა სიძახით მე რა 5 საათი და 40 წუთი თბილისში და რო გამოფრიდი 4 საათი 40 წუთი გავიდა 5 საათი გასულან წავიდე მე სადღაც საგარეჯო ჩავედი პატა რო ჩავედი იყო 2 საათი წუთი წარმღამე რა სიძა რაღა უნდა ვიქ დაღლილი ნანერვიულებელი ჯერ მაინტერესებს თელი რა ხდება ეხლა ვიცი რომ საქართველოს გაუხარდა და იქ თელი ამ ტელეფონის დამიჯდა ვერაფერს ვიძახი საცა მოვედი თელი გზავი ნერვიული რა ხოდა თან ლევანიმაც ამიბა გვერდში წავიდე თუ ახლა წავსვლელი არ ვიყო რომ მივედი ისე კი ღირდა რა რომ მივედი ისეთი ხაშლამა დაყარა კაცმა საფრანგეთში დედის სულწმიდს ვარ მართლა გამიკვირდა ისეთი ღირდა რა ხაშლამის კუდი ვიდუები და ყველანაირი არა მაგარი ქართველი კაცი იყო დალია თვითონ დალია კი არა რა ვიცი ძმაუჭი ხარ თურმე ცოლი ეჩხუება რომ არ შეიძლება შეიდალევაო რაღაც რა შეიძლება ეს კაცი ჩვენთან ჩამოიდაო ისე უბრალოდ ფრანგულად არა კაცო ცოლის ქართველი იყო ესე 30 წელი თუ 20 წლის წინ წასულები ყოფილან კარგი ვილა კარგი აი ხო გეუბნები როგორ არა მაინც ეთყობოდა მაინც იქაური აჰა ხო და კაი დრო ვატარეთ არსია დარწყორია მოკითხვა აქედან მოკითხვა კაცო რა ერქვა ეხლა დამავიწყდა რა არა უშავს გამახსენდება ზოგადად მე რა არის ვასილი ბატონი მოვიკითხოთ ვასილი სუბრა ზულაგა გავსილი მართლა გავსილი ხონდა მოუსუბრა ეხლა 10 კაცი რომ ორი ბაქარი წაველი დაადგები და სახში და ყველაფერი იმდენი ექნება თაგიხა ტანმორჩილი არავინ არის ეს თვითონ იყო ტანმორჩილი თვითონ ჩვენ ვაყვავოთ ვეღარ იგებ და მე რას ალაპარაკობ და კაცი კომაჩა ვეღარ აიცოდა რას იძახდა მოვიკითხო კარგად ისე ორი ნახევარზე ჩახვიდოდით იქ რომელზე დამთავრდებოდა ეგ ამბავი იქიდან 7 საათზე ავდექით ეს 6 საათზე ავდექით სუფრიდან 2 საათი დავიძე წამოველთ ისე და ის გავაგზელებ ბიჭების გვერდში დგომა თან ხო უფრო სიმწვრთნელი ვარ და კი გვერდში კი ბატონო სადღაც საგარეჯოს ისე რომ პარიზში ვიყავი მაგრად ჩავედი დარბაზში სასტუმროდან დარბაზში დარბაზიდან სახლში სახლიდან დარბაზში და მერე თბილისში არც ეიფელის კოშკი ვნახე ვერც ვერაფერი ვერ ავნახე კიდე კაი ადრე მქონდა ნანახი სამაგირო წამოიღე ყველაფერი რა წამოსაღები მე რას ვიცი კაი კარგად რა წამოვიღეთ პატაო 2500 კაციდან 23 მედალი წამოვიღეთ 8 ოქრო წამოვიღეთ ძმაო და იმ ბიჭებს შემოევლო ჩემი თავი აქედან სუპერას ვერ ჩამოვთვლი მაგრამ მიულოთ აუცილებლად უნდა მიულოთ ადრე ეხა უკარო გადავახვიოთ და შევადაროთ ცხვარზე და 20-ზე უფრო მეტი გაქვს დაჭიდავები თუ მედალზე
ცხვარზე და ადრე ცხვარებს რო ვიგებდი იგებდი ხო? რო ვიგებდი აი სანამ მანქანებზე გადავიდოდი ცხვარი რომ მომწეს ერთხელ ახალი ნაყიდი მქონდა მანქანა უბრალოდ ნაჩუქარი და ამას მანქანაში ვერჩავი რომელი ხარ თეთრი ჩემბარეთში კიდე ვიღაცა გადაუგდა ეგრე ცხვარი წაიღე ხო და იმ კაც დაეცა და ვერ არის კარგად არის კახელი აი 1.30 ცხვარი ხო გაქვს მოგებული რა 20 მეტი მე რო ეხლა რა 20 8 წელი ქართული ჭიდაობა არ წამიგია საქართველოს 8 გზის რეკორდსმენი ვარ მე რომ მაგდროს რა რო დამეთვალა რა აი ფარა შემილიანერიც აღვფილი ისე აი ის ხარი ყველა რო შეგენა ხახა შირაკელდარის საზოვრებზე იქნებოდი და უყურებელს რა გვია ფარას კიდე კაი რომ შეგეძლო შევადაჭამა თორე ამ მედალზე რაღაც წახვიდოდი აი სახარ აი არ მოინდომე თორე ცხვარი არაფერი მაგრამ აი ეს გუდები უნდა მოგეგროვებინა ტყავისგან ტყავისა რა აბა რომ ეხლა ხო იცი სელოფანის პარკში აკეთებენ აბა ბიჭო ეხლა ი გუდა როგორი კაი არა აკეთებენ მაგ გუდაშიც აკეთებენ ეს არმაცები აკეთებენ სელოფანის პარკში გუდაში ვიც აკეთებენ მოკლედ დაახლოებით რა პერიოდში გიწევს მეათეზე წასვლა ზუსტად 1 წლის შემდეგ და სად ტარდება არ გამოუცხადებია თითქოს რა კამდე აცხადებდნენ ხოლმე და რა ვიცი ახლა არ ვიცი სადაც არ უნდა იყოს შეიძლება შენ არ გაგაგებინო სადაც არ უნდა ეს ყოველ მოვიშორენთო იმაში რა ხო იცი მაცი ჩუბად რო ურეკავ ალექსის არ ვეუბნები აგერ ვატარებ ჩუბად მიახრიგ მარტო ორი ქვეყანა მონაწილეობა შეგენაცვალე მანამდე იქნება ალბათ აქ რამე შეჯიბრებები არა ევროპაა მანამდე კაცო მანამდე ისევ საფრანგეთშია ევროპა მაისში ევროპა მე აქ არის თბილისშია ევროპის თასი არის შეჯიბრებები არის ვარჯიშს რა თქმა უნდა აგრძელებ ერთი კვირა დავისვენებ და გავაგზელებ და პირობა ძალაში რჩება დავისთავად ჩვენთან ხარ რა თქმა უნდა აუცილებლად თქვენ არ გიღალატეთ მე გასწორებია მოკლედ ჩემო ძილფასებო ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი იყო 9 გზის მსოფლიო ჩემპიონი მოდიში სანამ დაამთავროთ რა თუ გინდა ახლა თავიდან შემოვიდეს ეს და ბარე 1000 ჩავწეროთ მე რო ვერ შეგეკნება მოლეული შეგენაცვალე ჩვენი სტუმარი საქართველოს ფალავანი ჩვენი გმირი ალექს დავითაშვილი კიდევ ერთხელ ამოდიშმენები შეგენაცვალე